Ზუსტად 300 დღის წინ 2024 წლის 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაავრცელა ქართული ოცნების ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც შეჩერდა ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის პროცესის დღის წესრიგში დაყენების საკითხი 2028 წლის ბოლომდე გადავადდა ეს პროცესი და ამით როგორც მოქალაქეები დღესაც აფასებენ 300 დღის შემდეგ დაიღვა საქართველოს კონსტიტუციის 78 მუხლი, ანუ ქართველი ხალხის არჩევანი გამხდარიყო ქვეყანა და მისი მოსახლეობა ევროკავშირის და ევროატლანტიკური სტრუქტურების სრულფასოვანი წევრი. ეს არჩევანი თავად ქართულმა ოცნებამ, ქართული ოცნების მთავრობამ ჩაწერა რამდენიმე წლის წინ კონსტიტუციაში ასახა ქართველი ხალხის ნება, თუმცა როგორც მოქალაქეები აფასებენ, თავადვე უგულებელყო თავისივე ჩანაწერი. დღეს 300 დღის შემდეგ მოქალაქეები სიმბოლურად შეიკრიბნენ სამასე არაგველის მემორიალთან გორგასლის ქუჩაზე და აქედან უკვე მსვლელობას მართავენ საქართველოს პარლამენტის შენობის მიმართულებით. ბევრი რამ შეიცვალა მათი შეფასებით ამ 300 დღის განმავლობაში. მათ შორის პოლიტიკურ დონეზე, როდესაც საკადრო ცვლილებები განხორციელდა სამთავრობო უწყებებში, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები გადადგნენ, დატოვეს მათ თანამდებობები, მათ შორის იყო მაგალითად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, შინაგანსაკუთრებათა მინისტრი, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი და ასევე საკადრო ცვლილებები განხორციელდა ძალოვან სტრუქტურებში სხვა დონეებზე, შედარებით ქვედა დონეებზე, ასევე ხელისუფლების მაღალ ჩინოსნებს არაერთმა სახელმწიფომ, მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაუწესეს ფინანსური და ტურისტული შეზღუდვები, სანქციები, მათ შორის სანქცირებული არის ქართული ოცნების დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, თუმცა მოქალაქეები ამბობენ, რომ ეს მაინც არ არის საკმარისი, სწორედ ამიტომ დგან, როგორც ისინი ამბობენ, ქუჩაში 300 დღეზე მეტი 300 დღეა და აპირებენ 300 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ქუჩის პროტესტის გაგრძელებას, ვიდრე როგორც ამბობენ, არ გაიზრდება საერთაშორისო ზეწოლა ქვეყნის ხელისუფლებაზე. ისინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან, რომ დაუშვათ ქართული ოცნების პოლიტიკის გამო დაისაჯონ საქართველოს რიგითი მოქალაქეები, რომლებსაც სურთ ქვეყნის ევროპული მომავალი, სურთ ქვეყანა გახდეს დასავლური ცივილიზაციის სრულუფლებიანი წევრი, დაბრუნდეს ერთიან ევროპულ ოჯახში. მოქალაქეები ასევე საუბრობენ მათი შეფასებით დაუსჯელობის სინდრომზე. აი ასე აფასებენ ისინი 300 დღის განმავლობაში განვითარებულ პროცესებს, მიუთითებენ ის, რომ ათობით პატიმარი იმყოფება ახლა გისოსებს მიღმა, ათობით მათგანს აქვს მისჯილი წლობით სასჯელახსოვრების დაწესებულებაში პატიმრობა, მათ ამ წლების გატარება ციხეში მოუწევთ, თუმცა ასევე მიუთითებენ, რომ ამის მიუხედავად არც ერთი ის პირი, რომელიც პასუხისმგებელი იყო მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებზე, ძალადობრივ ქმედებებზე, მათ შორის მედიის წარმომადგენლებზე, როგორც ამბობენ, არ არის დასჯილი, არ არის პასუხისმგებაში მიცემული, არ არის მათ წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლებრივი საქმეები, სამართალწარმოება და როგორც ამბობენ, ისინი კვლავ ასრულებენ სამსახურებრივ უფლებამოვალეობას. ასევე მოქალაქეები ევრონუს ჯორჯიათან საუბრისას მიუთითებენ იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რაც ქართულმა ოცნებამ დაჩქარებული წესით სწორედ პროევროპული დემონსტრაციის დაწყების შემდეგ განახორციელა, მიიღო კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილებები, რითაც მათი შეფასებით ხელი შეუწყო რეპრესიების გამტკიცებას თავისუფალი მოქალაქეების, სამოქალაქო ორგანიზაციების და მედია ორგანიზაციების წინააღმდეგ. აქვე აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციული პატიმრობის ვადებიც არის გაზრდილია ადმინისტრაციული ჯარიმები, მათ შორის სავალი გზის გადაკეტვისთვის და რამდენიმე პირი უკვე ადმინისტრაციულ პატიმრობაშიც კი არის, იმის გამო, რომ მათ ვერ დაფარეს ეს ფინანსური სანქციები კანონით დათქმულ ვადებში. შეგვიძლია მოქალაქეთა კომენტარებს ახლა დღევანდელი საპროტესტო აქციიდან პირდაპირ ეთერში მოусმინოთ. სამართალი რო თალსახად შერჩევითია ჩვენ ქვეყანაში უკვე ძალიან დიდი ხანია ჩანს კაფიოთ ჩვენ მხარეს პროტესტის მონაწილეების მხარეს უამრავი ადამიანი აბსოლუტურად ტყუილად ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე არის ტყვედ ფაქტობრივად გამოკეტილი და მეორე მხრიდან მიუხედავად ამდენი ძალადობისა რეჟიმის წარმომადგენლების მხრიდან წამლადაც არავინ დასჯილა. და გარდა იმისა, რაც იყო ამ პროტესტის საწყისი, 28 ნოემბრის განცხადება ირაკლი კობახიძის, რომლითაც მან ფაქტობრივად რაღაც შესავალი გაუკეთა ჩვენ საერთაშორისო იზოლაციას და რუსეთის წინაშე მარტო დარჩენას, უკვე ამ პროტესტს დაემატა ახალი მოთხოვნები, რომ ეს ჩვენი სინდისის პატიმრები უნდა დავიხსნათ ციხიდან და
ეს პროტესტი 300 დღე გრძელდება და კიდევ მეტხანს გაგრძელდება, ანუ იქამდე სანამ არ მივაღწევთ ჩვენს მიზნებს. დღევანდელი დღე არის კრწანისის ბრძოლის დღე და დაემთხვა ამ 300 დღის წინააღმდეგობის იუბილესაც, თუ შეიძლება ასე ერქვას. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავაგრძელოთ ბრძოლა. და ამისი მაგალითი არის მთელი ჩვენი წარსული. შეიძლება რაღაცა ერთ კონკრეტულ დღეს, კრწანისის ბრძოლის დღეს დამარცხდე, მაგრამ შენ თუ აჩვენებ გმირობის მაგალითს, ეს მიყვება საუკუნეები და რეალურად ეს არის რაზეც დგას ჩვენი ეროვნულობა და რაზეც ზოგადად არის ხოლმე ერის სიძლიერე დამოკიდებული მისი სულიერი სიძლიერე და რასაც ეს ხელისუფლება აკეთებს, ცდილობს რომ ჩვენ ეს სულიერება გამოგვართვას, ბრძოლის უნარი გამოგვართვას, მაგალითები გმირობის გააუფასუროს, ანწუხელიძესთან მიმართებაში რაც რიტორიკაც არის აბსოლუტურად მიუღებელია და ემსახურება იმას, რომ ხალხმა დაკარგოს წმენა იმისთვის, რომ ბრძოლა შეიძლება მოყვეს გამარჯვება. და ამიტომ არის მნიშვნელოვანი ბრძოლა, სანამ არ იქნება გამარჯვება. ეს 300 დღეც ბრძოლა არის, უფრო დიდხანს თუ იქნება საჭირო, უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე, სანამ ჩვენ არ წყვეტთ ბრძოლას, ჩვენ არ დავმარცხებულა. 300 დღის წინ, როდესაც ეს ბრიფინგი ჩაინიშნა და მიმდინარეობდა პირდაპირ ეთერში, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ უნდა ყოფილიყო მოულოდნელი, მაინც შოკის მომგვრელი იყო, იმიტომ რომ ფაქტობრივად, ოფიციალურად საქართველოს ხელისუფლებამ გამოაცხადა საქართველოს კონსტიტუციიდან ოფიციალური გასვლა. და მაშინ მახსოვს, რომ ეს ხმა ისე ჩამესმოდა, როგორც ომის გამოცხადების ხმა. და მაშინ იმ წამსვე ჩამოურეკე მეგობრებს, რაღაც ავიღე დროშა, ავიღე პლაკატი ხელში რაც მომხდო და გამოვიქეცი რუსთაველზე, იმიტომ რომ ეს იყო სრულიად გამაოგნებელი ფაქტი, მსგავსი მოვლენა, არ გვახსოვს, თქვათ უახლეს ისტორიაში, რომ ესეთი დემარში გაეკეთებინა ხელისუფლებას. პირველივე დღიდან პროტესტში არაერთი საზოგადოებრივი სფეროს წარმომადგენელი ჩაერთო, თუმცა დღითი დღე მათი რაოდენობა იზრდებოდა. სწორედ აი კულტურის სფეროს წარმომადგენლების მარში არის მაგალითად ახლა ჩვენ ზუგს უკან ასევე მთა თავისუფლებისთვის სამოქალაქო პლატფორმა ატარებს მარშს, უერთდება დღევანდელ პროტესტს. ეს ამას კონკრეტული ახსნაც აქვს, ყველა მათგანი მიიჩნევს, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, არის ქართული ხალხის ისტორიული არჩევანი, ასევე კულტურის სფეროს წარმომადგენლების მარშის და ამ პროტესტში მონაწილეობის კიდევ ერთი მიზეზი არის მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის პატიმრობა, რომელსაც სექტემბრის დასაწყისში 2 წლით პატიმრობა მიესაჯა, მიუხედავად იმისა, რომ ბრალი გადაკვალიფიცირდა. მედიის წარმომადგენლებიც არიან აქტიურად ჩაბმულნი პროტესტში და დღეს მიუხედავად იმისა, რომ წესი მედიის წარმომადგენლები აშუქებენ პროცესებს, ისინი პარალელურად მათი ნაწილი არის სამოქალაქო აქტივისტის როლში, იქიდან გამომდინარე, რომ პატიმრობაში იმყოფება ბათუმელებისა და ნედგაზეთის დამფუძნებელი მედია მენეჯერი მზია ამაღლობელი. მასაც ბრალი გადაუკვალიფიცირდა, თუმცა ის კვლავ რჩება საპატიმრო დაწესებულებაში და მასთან ერთად რჩება კიდევ 10-ობით პირი გისოსებს მიღმა. ყველა მოქალაქე, რომელსაც ჩვენ 300 დღის განმავლობაში ვესაუბრებით და რომელიც გამოდის ქუჩაში, თბილისში თუ საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და რეგიონში, ამბობს, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია არის გადამწყვეტი მნიშვნელობის, ისინი იმედოვნებენ, რომ პროტესტი დასრულდება მაშინ, როდესაც საქართველო გახდება თავისუფალი, დამოუკიდებელი სახელმწიფო და ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს იმ 27 წევრ სახელმწიფოსთან, რომელიც შედის ევრობლოკში და საქართველოს 5 ჯვრიანი დროშაც მოექცევა ევროკავშირის 12 ვარსკვლავიანი დროშის გვერდით.